საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი მრავალმა ცნობილმა და წარმატებულმა ადამიანმა დაამთავრა. ერთ-ერთი მათგანია ნიკა არაბიძე. სწორედ ამ ადამიანზე მინდა მოგიყვეთ დღეს ჩვენს სიუჟეტში. მოდით უფრო მეტი რამ გავიგოთ მისი ცხოვრების შესახებ. ქუთაისის ტექნიკურ უნივერსიტეტში ჩავაბარე 1992 წელს. ეს გადასარევი პერიოდი ალბათ თქვენ შეიძლება არ გახსოვთ, ვისაც ახსოვს, კარგად აღმაშენებლის შემდეგ რო არ ქონია ესეთი აყვავების ხანა. მე ვთვლი რომ ძალიან კარგი სტუდენტური ცხოვრება გავატარე და კარგად, ანუ ისე შემეყვარდა ტექნიკური უნივერსიტეტი, ერთ სპეციალობა რო დავამთავრე, მე მეორედ ჩავაბარე კიდე. ჯანსაღი წესის ცხოვრებით ცხოვრობდი, ანუ ვთვლი ამაში სპორტულ ცხოვრებას არა მარტო, ანუ კავეს თამაშობდი და მე ვთვლი რომ ეს განსაკუთრებულად ძალიან ისეთი ეტაპი ჩემ ცხოვრებაში, რითაც მე მოვედი ამ წუთში აქ, რასაც ვაკეთებ. მქონდა ისეთი სურვილი, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ჩავებარებიათ. და ყოფილიყავ მსახიობი, მაგრამ როგორც მოგახსენეთ ესეთი პერიოდის გამო, მაგრამ მე ვთვლი რომ არანაკლები მონაცემები აქვს ტექნიკური უნივერსიტეტში. ზოგადად ვთვლი რომ ტექნიკური განათლება როცა აქვს ადამიანს და ის ყველა საკითხში ნიჭიერია ძალიან, ეს ჩემი შეიძლება სუბიექტური აზრია, მაგრამ ვთვლი რომ ობიექტურია. ქუთაისიდან, ანუ 202 იყო მაშინ ტელეკომპანია ასეთი, გახსოვთ ალბათ. შეიძლება არ გახსოვთ, მაგრამ ხო, შეიძლება არ გახსოვთ 202-დან მივიღე შემოთავაზება და წავედი 202-ზე. ну დაახლოებით 1-2 წელიწადი მუშაობდი იქ და შემდეგ რუსთავი 2-დან გამირეკეს და შემოთავაზეს და რა თქმა უნდა უარი არ მithქვია ამ შემოთავაზებაზე და როგორც უკვე ხედავთ უკვე აქ ვარ დაახლოებით 10 წელიწადია მქონდა ასე რომ თქვა სატელევიზიო გამოცდილება მაინც რუსთავი 2-ია და ცოტა უფრო სხვა ის არის რა ქვია ამიტომ ცოტა ნერვიულობდი, მაგრამ მე მგონია ზედმეტ-ნაკლებად გავართი ამ ნერვიულობას თავი. სამომავლო გეგმები, რა ვიცი, ჯერჯერობით კონცერტებისთვის იწყებს ზადებას. ისე გლობალურად თუ გაინტერესებთ ახ პოლიტიკაში, არ ვაპირებთ წასვლას, არც ბიზნესში ალბათ. და ჯერჯერობით ვაკეთებ ამ საქმეს, რაც ზედმეტ-ნაკლებად ვთვლი რომ გამომდის. და რა ვიცი ხო, ზოგი მაყოფილე, ზოგი უმაყოფილო, შეაფასებთ. მაგრამ არა უშავს, რა ვიცი, მე ვთქვი რომ ვარ იქ, სადაც უნდა ვიყო და ვაკეთებ იმ საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს და ჯერჯერობით ვაპირებ კიდე რომ გავაგრძელო რა, ამ საქმის კეთება და მე ვნახოთ, ალბათ თქვენც მოხვალთ და რამე ახალ სურამეს გაიგებთ, ჩავწერთ, არ არის პრობლემა. ნუ ბლადაობში tomorrow.